მოგესალმებით. მე მინდა ერთი განცხადებით დავიწყო ჩემი გამოსვლა, ეს არის დაკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პოსტულატური ნაწილი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა გაჟღერებული და ეს არის საქართველოს დეოკუპაციის თემა და შესაბამისად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა უკვე დამკვიდრდა საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესში და მე მოხარული ვარ, რომ ამას შეეხმიანა თითქმის ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, რაც იმის მაუწყებელია და მე და ჩემი მეგობრები ასეთნაირად ვთვლით, რომ პრაქტიკულად იდეის აქტუალიზაცია მოხდა, ხოლო ამ შემთხვევაში გრძელდება პროცესი, რომ მოხდეს კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად მოხდეს საზოგადოებრივი ნების კონსოლიდაცია ამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით. თუ რატომ დეოკუპაცია და მის ცენტრში რატომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხია, სავსებით გასაგები უნდა იყოს ჩვენი მაყურებლისათვის, ვინაიდან მე ჩემის ღრმა რწმენით ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოში თავს იყრის და საკმაოდ მოცულობით, ძირითადად იგი სათავეს იღებს იმ სიტუაციიდან, იმ რეალობიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციამ და ნაწილობრივმა დისკომფორტმა, რომელიც შექმნა ქართულ საზოგადოებრიობაში, არ არის ის მობილიზაცია ჩვენ ცნობიერებაში, რომელიც მიმართული უნდა იყოს სხვა დანარჩენი და საკმარისი მობილიზაცია არ არის, რომ ესე იგი ეს საკითხები მიმართული იყოს სხვა დანარჩენი პრობლემების მოგვარებისაკენ, ამიტომ კიდევ ერთხელ ხვას უსვამთ, რომ უმთავრესი მიზანი, უმთავრესი ამოცანა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას, ეს არის დეოკუპაცია, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მხოლოდ აი ამ პრობლემის გადაჭრის გზით მოხდება ყველა იმ კონფლიქტის მოგვარება, რომელიც საქართველოში და რომელიც ქართულ მოსახლეობას და ქართულ სახელმწიფოებრიობას აგრეთვე აწუხებს. რა არის ჩვენი ხედვა? ჩვენ გვაქვს გამართული მწყობრი სისტემური მიდგომა ამ საკითხისადმი, რომელიც მოიცავს ორ ძირითად შემადგენელს, ეს არის საგარეო პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა და ადეკვატური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება. ეს მეორე საკითხი, ეს გახლავთ ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება და მიმართვა აი ამ ძირითადი საკითხის მიმართ, ერის კონსოლიდაციის მიღწევა და ერთიანი ნების გაჟღერება იმ ნებისა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს და პირდაპირ ამცნობს მსოფლიო საზოგადოებას, რომ აი ამ რეალობას, ოკუპაციის რეალობას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება და რომ ესე იგი ჩვენი პოზიცია ამ მიმართულებით აბსოლუტურად შეუვალია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველა ის კონსტიტუციური სამართლებრივი ფორმა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა ჩვენი ძირითადი მიზანი მიღწეული იქნას. და რა არის ეს მწყობრი სისტემა? მე ვთქვი საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია და ეს უფლება არის აბსოლუტურად შეუვალი და უპირველეს ყოვლისა იგი უნდა განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ჩვენ გვაქვს ურყევი ნება იმისა, რომ ვაწარმოოთ დიალოგი იმ ეთნოსებთან, რომელიც ჩვენთან არიან და სახელმწიფოებრივი ერთიანობას უპირისპირდებიან და ეს არის ინსპირირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ გვაქვს ურყევი ნება გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და ვაღიაროთ აფხაზი ეთნოსი როგორც ეროვნული უმცირესობა საკუთარი სპეციფიკური ინტერესების გათვალისწინებით, ვაღიაროთ სპეციფიკური ინტერესები ოსი ეროვნებისა, ისევე როგორც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის უფლებები, თავისთავად ცხადია უფლებებთან ერთად მოიაზრება მოვალეობები, რომელიც გააჩნია უმცირესობებს საქართველოში და აფხაზი ეთნოსის გარდა სხვა დანარჩენი უმცირესობები წარმოადგენენ დიასპორებს და მათ მიმართ უნდა განვახორციელოთ ჩვენ პოლიტიკა ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.
მე ამასთანავე მინდა ვაღიარო, რომ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია ის ურყევი-ნება, გაითვალისწინოს ეს ინტერესები, გაითვალისწინოს აფხაზი ეროვნული უმცირესობის ინტერესი, უზრუნველყოს მათი იდენტურობა, უზრუნველყოს მათი ინტერესები ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში და გამოიყენოს ამისათვის ყველა ის იურიდიული ბერკეტი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ და შექმნას ამისათვის ფაქტიური პირობები. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამისათვის საჭიროა იმ წინაპირობების შექმნა, რომელ წინაპირობებშიაც ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვაყენებთ საკითხს იმის თაობაზე, რომ აუცილებლად მოხდეს აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოების ლეგალიზაცია და მათი ფუნქციის ამაღლება იმ თვალსაზრისით და იმ მიზნით, რომ მან მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ მოლაპარაკებათა პროცესში, რომელიც მომავალში იქნება, როგორც დამოუკიდებელი მხარე, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის ქართული ნაწილის და არა მხოლოდ ქართული ნაწილის ნების გამომხატველ კონსტიტუციურ სუბიექტს და ეს არის სხვათა შორის ჩაწერილი და ეს თემა ახალი ნამდვილად არ გახლავთ, სამწუხაროდ ვერ ვიქნა და ვერ დაინტერესდა ამ თემით საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ თუ არა და მაყურებელს შევახსენებ, რომ 1996 წლის 17 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში, რომლის შემტანი იმპლემენტატორი იყო ფრაქცია, სახალხო პარტიის ფრაქცია. მას შემდგომ უკვე 13 წელიწადი გავიდა, ცოტა უფრო მეტი და საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი, აფხაზეთის საკითხი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ცალკე თემად არ იქნა გამოტანილი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უპირველესი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენს გეგმაში შემავალი უპირველესი პირობა, ეს გახლავთ ის, რომ ესე იგი აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლებმა, როგორც მოლაპარაკებათა სუბიექტმა და 4 სუბიექტიანი მოლაპარაკება გადაიქცეს 5 სუბიექტიან მოლაპარაკებად, რომელშიაც ესე იგი ერთი დამოუკიდებელი მხარე იქნება ქართული ეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლობა, მეორე აფხაზური ეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლობა, საქართველო როგორც მხარე, სადაც კონფლიქტია, რუსეთი როგორც დაინტერესებული მხარე და გაერო როგორც შუამავალი. ეს არის ჩვენი უცვლელი და უპირობო მოთხოვნა, რომელსაც აი ამ საარჩევნო პროცესშიაც ვაჟღერებთ. ალბათ იქნება კიდევ რაღაც გარკვეული შეკითხვები და მე მზად ვუპასუხო ამ შეკითხვებს. მეორე საკითხი, რაზედაც მე მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს ისევ და ისევ აფხაზეთთან ასე ვთქვათ პირდაპირ თუ ირიბი კავშირით მინდა წარმოვადგინო. ეს არის ომის მონაწილეთა, ომის ვეტერანთა უფლებები და მათი დაცვა, რომელთა მდგომარეობა საქართველოში რბილად რომ ვთქვათ კრიტიკულია, უფრო რომ დავაზუსტოთ სავალალოა და ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ალბათ დამსახურებას ბრჭყალებში წარმოადგენს, არამედ ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების დამოკიდებულება ალბათ აი ამ მოვლენასთან საერთოდ ჯარისკაცული და მხედრული სულისკვეთებისადმი არააქტუალური დამოკიდებულებისა. მე მინდა ეს ჩემი მოსაზრება განვამტკიცო იმ სურათით, რომელსაც ჩვენ ხშირად უყურებთ ხოლმე გმირთა მოედანზე, რომელსაც ერთხელ თუ ორჯერ მაინც ნებისმიერი ჩვენთაგანი გავდივართ. ის ხალვათობა, რომელიც აი ამ მემორიალთან შეინიშნება, რა თქმა უნდა მოწმობს იმ გულგრილობაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. განსხვავებით იმ აქტიურობისაგან, რომელიც შეინიშნება ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში. ჩვენ უნდა აუცილებლად და ყველა მიზეზ გარეშე ალბათ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, იმ მხედრულ ნაწილს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე გაიტანეს
და იმ ნაწილმა, რომელმაც ესე იგი სიცოცხლე შესწირა ჩვენს სამშობლოსა და მის კეთილდღეობას, ჩვენს სახელმწიფოებრივ მდგრადობას, მათ მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს აქტიური. იგი უნდა ეყრდნობოდეს ალბათ ჩვენს ზნეობრივ და მორალურ მოთხოვნილებებს და იგი ადეკვატური უნდა იყოს ამის. ისევე როგორც ჩვენ აქტიურად და აქტიური დამოკიდებულება უნდა გავაჟღეროთ ომის მონაწილეების მიმართ. რა ხდება დღეს? დღეს საერთოდ ეს სისტემა შეიძლება ითქვას, რომ არ მუშაობს. რა თქმა უნდა, არის დეკლარაციული განცხადება დღევანდელი ხელისუფლებისა იმის თაობაზე, რომ ისინი ამ საკითხს აუცილებლად მოაგვარებენ, მაგრამ ჯერჯერობით იგი დეკლარაციული განცხადების დონეზეა გაჟღერებული და ჩვენ მოველით რომ და მოვითხოვთ კიდევაც რომ აუცილებლად ეს საკითხი იქნეს განხილული. დღევანდელი მდგომარეობით ესე იგი ის საშემოსავლო დაბეგრვა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო შემოსავალში, შეადგენს ესე იგი 3000 ლარამდე. აი 3000 ლარამდე შემოსავალი წლის მანძილზე არ იბეგრება, ხოლო 3000 ლარის შემდგომ იბეგრება. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პირველ ეტაპზე ეს მოცემულობა ორჯერ გაიზარდოს, ხოლო მომდევნო პერიოდში საერთოდ ომის მონაწილეები განთავისუფლდნენ ამ სახის დაბეგვისაგან. არის კიდევ სხვა მოთხოვნები, მათ შორის ეს არის მათი დასაქმების საკითხები, მათთვის თვითკმარი გარემოს შექმნა, ეს არის განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და ის შეღავათები, რომელიც აუცილებლად ამ კატეგორიის ოჯახის წევრებისათვის უნდა დაწესდეს, ეს არის სოციალურ მომსახურებაში უპირატესი მდგომარეობის დაკანონება და ეს ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია. მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ ამ საკითხის მოგვარებაში საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და იგი გააჟღერებს საკუთარ ნებას აი ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით და მასთან მიმართებაში. გარდა ამისა, მე მინდა ყურადღება გავამახვილო თვით საარჩევნო გარემოზე. ხო, და კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ კიდევ არსებობს, ესე იგი, არჩევნების შედეგების გაყალბების რაღაც გარკვეული წინაპირობები და ამისათვის ისევ და ისევ საჭიროა ჩვენი საზოგადოებრივი ნება ამისკენ იქნეს მობილიზებული, რათა მომავალში და დღეს უკვე ამაზე ალბათ და იმ ღონისძიებების განხორციელება უკვე დაგვიანებულია, მაგრამ გავაფრთხილოთ საზოგადოება იმის თაობაზე, რომ ასეთი რამ მოსალოდნელია და საზოგადოების ნება ჩამოყალიბდეს სწორედ ამ მიმართულებით, რომ არ დაუშვებს საზოგადოება აი ამ მონაცემების გაყალბებას. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მე მინდოდა ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და თუ კი რაიმე შეკითხვები აი ამ თემის ირგვლივ არსებობს, მე მზად ვარ უპასუხო ამ თემას. და ამასთან დაკავშირებით შემიძლია გიპასუხოთ. თუ კი ასეთი სახის შეკითხვები არის, მე მზად ვარ მოვისმინო ისინი. კი ბატონო, ბრძანეთ. კი ბატონო, ბრძანეთ და მე მადლობ, საკმაოდ საინტერესო შეკითხვებია, მათი სიმრავლე ალბათ მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხი ისევ და ისევ დენილ საზოგადოებაში არის საკმაოდ საინტერესო თემები. ნამდვილად მე მახსოვს 1994 წელს აზგარდაცვლილი ცნობილი ქართველი დიპლომატი, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა საქართველოს პარლამენტში და მან მოურიდებლად შეიძლება ითქვას და ამას მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, თქვა ასეთი რამ, რომ ომით დაკარგული ტერიტორიები ომითვე უნდა იქნეს დაბრუნებული.
აი თქვენ საკმაოდ რთული შეკითხვაა, მე პირდაპირ გეტყვით, მაგრამ მე მინდა ამასთან დაკავშირებით გულახდილად მოგახსენოთ. თავისთავად ხარდია საქართველოს სახელმწიფო და ალბათ ჩვენი ნებაც მიმართულია იქეთკენ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოში და ეს არის კონფლიქტების დარეგულირება, ეს არის დეოკუპაცია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უპირატესი, ასე ვთქვათ, მეთოდი, რომელიც ჩვენ აღიარეთ და იგი პრიორიტეტად არის ჩამოყალიბებული, ეს არის სამშვიდობო ღონისძიებები, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა, ეს არის მშვიდობიანი მეთოდებით აი ამ პრობლემების დარეგულირება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამით შევძლებთ ჩვენ ჩვენი პრობლემების მოგვარებას, მაგრამ აუცილებლად ხელდელობაში უნდა მივიღოთ ის გზა, რომელსაც თავის დროზე ხაზი გაუცხვა სწორედ ბატონმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ, ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის ეს გეგმა, ასე ვთქვათ, დამუშავებული უნდა გქონდეს. და ამ გეგმაზე მე მიუთითებ და ვამბობ, რომ ეს გეგმა ორ შემადგენლობითი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, და ჩვენი თავდაცვითი სისტემა სრულად მობილიზებული უნდა იყოს ამისათვის და მეორე საკითხი ეს არის, რომც დაგვჭირდეს ჩვენ აი ამ მეთოდის გამოყენება, საერთაშორისო თანამეგობრობა ამისათვის მზად უნდა იყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ მხარს უნდა გვიჭერდეს აი ამ ჩვენი პრობლემების, აი ამ გზით მოგვარებისათვის. მაგრამ მე გამოთქვამ ღრმარ რწმენას, რომ ჩვენ ისევ და ისევ სამშვიდობო პოლიტიკით შევძლებთ აი ამ საკითხის გადაჭრას და ამისათვის საჭიროა სწორედ იმ ნების გაჟღერება, რომელზედაც მე მიუთითებდი, რომ ჩვენ არ შევურიგდებით ამ მდგომარეობას, რომ ყველა არსებული და კანონიერი მეთოდით დაუპირისპირდებით იმ რეალობას, რომელშია ჩვენ ვიმყოფებით. ხოლო რაც შეეხება თავდაცვით მზადყოფნას, ამისათვის აუცილებელია თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ან უკეთეს შემთხვევაში საქართველოში არასათანადოდ ხორციელდება. ეს არის პირველ ყოვლისა, ესე იგი, თავდაცვითი სწავლება სკოლაში, ეს არის პრაქტიკული სწავლების ორეტაპიანი გზა, სამხედრო ბეგარის თვალსაზრისით და ეს არის აკადემიური სამხედრო განათლება, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეს ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება ეს არის თავდაცვითი მრეწველობის განვითარება საქართველოში, რაც უარესად მნიშვნელოვანია. თავისთავად ხადია, როდესაც ორიენტაცია გაქვს სამშვიდობო ღონისძიებებზე, ბუნებრივია ყურადღებას ამახვილებ სამშვიდობო ღონისძიებებზე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ და მე აბსოლუტურად გულახდილი ვარ ახლა, რომ ჩვენ აუცილებლად ეს როგორც სათადარიგო მეთოდი აუცილებლად დამუშავებული უნდა გქონდეს. ეს არის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მე რიგიდობით არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ დევნილთა პრობლემები. დევნილთა სოციალური პრობლემები გაქვთ თქვენ ალბათ მხედველობაში. რა თქმა უნდა, დევნილთა პრობლემები მოგვარებული არ არის და დღევანდელმა ხელისუფლებამ საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა მიიღო და მე ეს უნდა ვაღიარო წინა ხელისუფლებებისაგან. და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს დევნილთა პრობლემების დარეგულირება მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს ყველა იმ ხელისუფლების საქმიანობაში, მოღვაწეობაში, რომელიც საქართველოში დღეს და ხვალისთვის იქნება. ვინაიდან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მე ვიტყოდი ესეთნაირად. როგორც ყველა სხვა დანარჩენი პრობლემა, ასევე დევნილთა პრობლემა სათავეს სწორედ იმ რეალური ვითარებიდან იღებს, რომელშიც ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენი სახელმწიფოს მტკივნეული საკითხი სწორედ არის ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული შედეგები, რომელიც ესე მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს სახელმწიფოს მის განვითარების პერსპექტივებს, იმ სოციალური საკითხების გადაჭრას, რომელშიც მოიაზრება ბუნებრივია დევნილთა პრობლემები. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დევნილთა პრობლემები თუნდაც მინიმალურად მოგვარებული დღევანდელი მდგომარეობით არ არის. აქ არის პრიორიტეტზე გათვლილი ღონისძიებები. მე ვთვლი ასეთნაირად, რომ ესე იგი დევნილებისათვის უნდა შეიქმნას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების
მთავარი ორიენტაცია უნდა იყოს მათთვის თვითკმარი გარემოს შექმნა. არა სოციალური ყოველთვიური შემწეობების გაზრდა, არამედ მათი დასაქმება უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რათა მოხდეს მათი იმედიანობის ხარისხის ამაღლება. რომ ესე იგი მათი მდგომარეობა პერსპექტივაზე და მათი კეთილდღეობა პერსპექტივაზე იქნეს გათვლილი. ამიტომ უპირველესი ამოცანები, რომელიც და ამოცანად ხელისუფლებამ სწორედ ეს გარემოება უნდა აღიაროს. თავისთავად ცხადია, უპირობოა ის, რომ დევნილთა საცხოვრისი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ უნდა იქნეს გადაჭრილი და ამაზე დეკლარაციული განცხადება გაკეთებული აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. ის რომ აუცილებლად დევნილი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს ყველა იმ პროცესში და მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია ქართულ სამოქალაქო სექტორში და ამისათვის აუცილებლად შესაბამისი ღონისძიებები და სპეციფიკური ღონისძიებებია გადასაჭრელი, ამაში ორი აზრი ნამდვილად არ არსებობს. მაგრამ ის რომ დევნილი მოსახლეობა მობილიზებული უნდა იქნეს უპირველეს ყოვლისა აი ამ ძირითად იდეაზე, მე ამაში რა თქმა უნდა მე მივმართავ დევნილ მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით, რომ მათი აქტიურობა სწორედ აი ამ მიმართულებით იქნეს დაფიქსირებული და ამას უაღრესად დიდი და პერსპექტიული მნიშვნელობა გააჩნია. რაც შეეხება მესამე საკითხს, თქვენ ბრძანეთ, რამდენად მხარდაჭერის თაობაზე რა ინფორმაცია გამაჩნია მე. მე მინდა ახლაც ამჯერადაც გულახდილი ვიყო. ყველა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ დევნილ მოსახლეობასა და მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის აქტიური თანამშრომლობა არ ყოფილიყო. უფრო მეტიც ისინი ცდილობდნენ ყველა იმ ხიდების დანგრევა მოშლას, რომელიც დევნილ მოსახლეობასა და მათ ხელისუფლებას შორის არსებობს. და ვინაიდან მე ამჯერად, გარდა იმისა, რომ ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, მე უპირველეს ყოვლისა ვასოცირდები როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი და მათი დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ რა თქმა უნდა უაღრესად კრიტიკულია. მაგრამ ეს კრიტიკული დამოკიდებულება მათი ბუნებრივია, სავსებით ლეგიტიმურად მიმაჩნია, მაგრამ აი ამ სიტუაციას და ამ ვითარებას მისი შემოქმედი ყავს და მე ვთქვი, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლებები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს უფუნქციოდ დატოვებას. და ხელისუფლება, რომელიც სრულიად უფუნქციოა და იქმნება შტაბ-ბიჭდილება, რომ იგი გულგრილია იმ პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს დევნილ მოსახლეობაში, ბუნებრივია მის მიმართ თავისთავად ცხადია, დამოკიდებულება არის უაღრესად კრიტიკული და იგი გაუცხოებულია საკუთარი ხელისუფლებისაგან. და ეს ხდებოდა ალბათ გამიზნულად, ვინაიდან დევნილი ხელისუფლების ნების კონსოლიდაციის შემთხვევაში და ეს კონსოლიდაცია აუცილებლად მოხდებოდა ალბათ დევნილი და ლეგიტიმური ხელისუფლების ირგვლივ, იგი იქნებოდა უპირობოდ გახდებოდა კონკურენტუნარიანი თუნდაც საქართველოს შიგა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ არც ერთი ცენტრალური ხელისუფლება ამ გარემოებას არ უშვებდა და ალბათ ამით იყო განპირობებული, თუ სხვა და ძირითადი შეიძლება ეს არ იყო, მაგრამ ეს ქონდა მხედველობაში მიღებული. ამიტომ მე მინდა ახლა ამჟამად მიმართო დევნილ მოსახლეობას და მოუწოდო მათ, რომ ესე იგი ისინი გაერთიანდნენ სწორედ ერთიანი ნებით აი ამ ძირითადი საკითხის ირგვლივ. ეს არის დეოკუპაცია, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხის გადაჭრას შეუძლია უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობის ღირსეული დაბრუნება მათ მამა-პაპისეულ საცხოვრისში, რაც თავისთავად უკვე კონფლიქტის დარეგულირების წინაპირობებს შექმნის და მე მინდა მათ უთხრა ასეთნაირად, რომ მათი მობილიზება აი ამ საკითხის ირგვლივ უპირველეს ყოვლისა არა თემომჟავიასათვის ხმის მიცემა, არამედ იდეის გამარჯვებისათვის ხმის მიცემაა და მე აი ამ იდეისადმი ერთგულებისაკენ მოუწოდებ დევნილ მოსახლეობას და მე მინდა განვაცხადო და უპასუხო თქვენ შეკითხვას, რომ მე დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის რეალური იმედი გამაჩნია. მე მაქვს იმედი ჩემი მოსახლეობისა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, შესაძლებელია ამ იდეასთან ასოცირებული ვიყო მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ მათთვის უპირველესი იქნება, ესე იგი მათი მოთხოვნა, მათი ნება იმის თაობაზე, რომ ისინი თავიანთ
ხმას უერთებენ ერთიან ნებას იმისა, რომ საქართველოს მოხდეს განხორციელდეს საქართველოში დეოკუპაცია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება და მოხდეს ყველა კონფლიქტური ვითარების დარეგულირება ჩვენს ქვეყანაში.